Telemaqureblebo, poezიის მოყვარულებო. დღეს თქვენ წინაშე წარმოდგება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი ჯემალ ინჯია. ჯემალ ინჯია ავტორი არის 20-ზე მეტი წიგნის. არის ღირსების ორდენის კავალერი და ყველასათვის საყვარელი პოეტი. დღეს გვექნება საშუალება მოусმინოთ მას. ძალიან ბატონო ჯემალ. პასუხი. ჯემალ, რას გეუბნება შენი ჭაღარა შენ? შეკითხვა შემოქმედებით საღამოზე. რას გეუბნება ჯემალ, შენი ჭაღარა შენ? კითხეთ გაფოთქილ ტყემას, ძირს რომ ყვავილებს ჰბენს, რამ წუხარებს მარტის ჭირვეულობა თუ მარტოსულობის დარდი და იმისათვის დუმს, ჩემი ჭაღარის მიღმა, ჭალის ჭუჭულებს ჭვრეთ, ღელეში მზარდა იხმა, სულში ვიძვრენდი მტრედს, შევწყვიტე შენი დათვლა, მომძლავრ რევულო მხცევ, ჩემი ზაფხული დათვრა, ზამთრის სურნელი მცემს, სხვას ვეღარაფერს ვიტყვი, გამო ჭაღარათმის, პასუხი თქვენი კითხვის, სულ სტრიკონში ზის, იმ სიყვარულის ტყვევარ, რაც გავატანე ქარს, გავარ გაფუთლი ტყემალს, განმარტოებით დგას. მახსოვს, ამ გულმა ოქრონის კარტა, ჩიტის მოფრენით რარი გიამა, მას ხომ აქ დახვდა გოქლომის გარდა, სულ ყველაფერი კარი ღიამავს. შემატყობინა ცის კაბადონზე, ბედის ვარსკვლავის ამოფწყინება, შენ სადაც ბუდო იმ საბადოზე, შენი ძიება არ მომწყინდება. და გამოჩნდა გზაზე დასანამ, ზურგს დამწოლია ასაკი მძიმედ, ნუ გამიწყვიტა ასეთ დასანანს, ქარვის მძივივით ასაკი მძიმედს. ის დაიბადა ხვალ, აქ ღვთაებრივ და სასიცოცხლო გენის ულოზე აწყობს. ბავშვი აშუქებს მომავლიდან დიდი თვალებით, რომ გაანათოს ეს ბნელი აწმყო. ჯერა ხვალინდელ ბაში აჩუქებს, მტერთან ბრძოლაში ვერ დასძალავს გასავათება. დიდი თვალებით მომავლიდან ბავშვი აშუქებს ამ ბნელი აწმყოს გასანათებლად. შენს წინაშე სიხარბე რომ ყმუის, არ კრთები ხმას მიამიტად ინაზე და სიმართლედ გასაღებულ ტყუილს, ოთმინების სასწროს უდებ ფინაზე. არ გაცსტუნოს 30 ვერცხმა, არ გიყიდონ ალმასით და გიშერით, თორემ ვერც დრო, ვერც ფიცილი ვერცხმა, ვერც სინაზე ვეღარაფერს გიშველის. შენი სულის მიმოქცევა ზღვასებ, სხეულშივე გაატიე სანამდის, ცოცხლობს კაცი, რომლის გაცვლად სხვაზე არ ისჯება მიწიების სამართლით. ძალიან კარგი ჯემალ, გთხოვთ. საიდუმლო სერობა. ქაკუცა ჩოლოყაშვილი და ვანო ნაცარაშვილი ქვემო ხვედურად ლხინობენ ქიტესა მაგრახიძესთან. სოფლის ბოლოში თელებთან მცირე სუფრაა გაშლილი. ვანო როხროხებს ძვირფასი სტუმრით აწონებს სიძეს თავს. ქაკუცა ამბობს, ვინ მაცლის, მე თორემ წერო კი მინდა ამბავის საქართველოში გაძაღლებული ცხოვრების, ჭალის მხრიდან კი ყვავები, ვერხვის ხის წეროკინიდან უჭურწინებენ ხინს როგორც კომკავშირული მსტოვრები. არ ვიმათხოვრებ, რომ ცოლშვილი არ მოვამშიო, ასე არ მზრდიდნენ სამაყო მამა პაპანი, ვინც ქადაგებდა არ ჩაუხდე მეფეს ნავშიო.
თვითონ პირველმა მოახდინა მასში ტყაბანი. დაყოფილია ხმლის ყუებად, წიგნის ყუებად, პურის ყუებად, ჟამი ღვთისგან გამოჩერკნილი, ამაზე რძენია, როცა ცდილობს შენს მოტყუებას. ლექსი ბეჯითი გაიძვერას ხელით შექმნილი. არ მსმელი რომ ღვინოზე წერს, მეს არ ამწამს. ლოთის ტრიკონში სულიერი ბორგვა მიზიდავს, იმ ცრუ ლექსებს კი დრო ამოჭრის, როგორც ბრმანა ძლავს, ჩვენზე გაკრული პოეზიის ორგანიზმიდან. ტინის ხიდი. მარხაზის წვერით მონაბერი, სიო გვითენებს, დილას და ცისფერს ქართლის ვერზე, არსად მიმოშლის, დედნის ენაზე ესენინის ლექსებს ქვითინებს, ბრმანი კალაი ტინის ხიდის სასადილოში. გუშინ არ იყო მაბრუებდა უბრალო ბრენდი, დონდლო კუნთებში როცა სხვები ნემსი ჩხირავდნენ, ბალაჯ ვარდების მიუწვდომელ შრეებში ბრენდი, ეპიკურელი თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე გრძელდება ასე, ვებთამადობ ბოჰემის ამქარს, ქარად ქცეულა ნაზისიო დაქალებულა, ავად შეჩინოთ დავარცხნილი ქოჩრები ამქარს, ვიდრე უქარო ქვესკნელისკენ დავქანებულ ვართ. იქ არ ჩაგვესმის კოსმიური ყეფა ლაიკის, მეგობრული წრის მიტოვება დარდად ამშლია, უშაობს ღვინო, უსინათლო ნიკალაიკი წერილს უგზავნის, მოხუც დედას დამდნარ თავშლიას. დამდნარ თავშლიას? დამდნარ თავშლიას. ეს ესენინის ლექსი. წერილი დედას. მეორე საუბარი სატანასთან. ჩვენ როგორც კომპასნი, უციფერ ბლატონი, ხოლოდ მზეს აღუნუსხავთ, ფოთთან თუ მონბლანთან. არ მინდა გაცოცხლდეს ლუციფერ პლატონი, ვინც პოეტს იმჩნევდა პერსონა ნონ გრატად. შენ ჩვენთან იყავი, ვეზირი მურმანი, დაგისაჭიროებს მარად ჯამს ვიციეს, შენ გემოს უსინჯავ, ნაცადი გურმანი, სიყვარულს სულიერს, სიყვარულს მიწიერს, სიყვარულს პლატონობს, ახ კიდევ პლატონი და ჩემი ტირადის თითქოს და პასუხად აფეთქნენ ქვირტები, ამწონდნენ პლატონი, დაზმნები, მე მიყვარს, შენ გიყვარს, მას უყვარს. წითელი და შავი. ხევსურეთის და ფშავის შმაგი არავი მიხკრის, ო წითელი და შავი, წიგნი კვნესის და ოხრის, სულს ცხარითა და მჟავით, სავსეს რასითქვა მოხრის. და მე წითელ და შავფერს, სამყაროს ორდით საწყის, სიზმრებში ისე ჩავფენ, არ დასჭირდებათ საცხი, და მეც მიწაში ჩამფლელს, ვთხოვ წამართნოს სხვა ცხიმს, ჩავსრიალდები თარხნად, იმის იმედად მყოფი, რომ დაივიწყა ხალხმა მუხანათობა სოფლის, მკვდრის წითელ მზეს კი თანხმა, გაჰყვა დაცხრილი თოფის. კვერნაკი. ჩანს ბევრი ჩუმად გაიპარადა, ახლა მის გვერდით კვერნაკზე ძინავს, ყოფნა ვინც მაშინ გაიპარადა, როცა ცხოვრობდა კვერნაკის ძირას. სასაფლაოზე წვიმა უეცრად იწყება როგორც ცისპრი ამბულა, ყრუა ცისთაღი ამ სიყრუესაც ელვაში ატყდა ცისფერ ამპულად, აქ დაიძინა ძმამო ლექსემაც, წვიმას სახეზე ცემს რას საყვარლად, ხელზე გაუჩნდა სიკვდილს ეგზება და ეკავება ჩემს წასაყვანად. ხედავ ოჯასპის, ხედავ ფარსადაც, წყაროს სუბნელი, ვიცან მეპურე, პალტოს ვარიდებ ნარეკალსა და ქუდს უხდი ნაცნობ მიცვალებულებს. ბატონო ტელევიზორებლებო, ნემა მომეჩით, მადლობა მოუყოლოთ ბატონ ჯემალინჯიას, წინვალე ლექსებისათვის. თქვენი სახელით მადლობა, ჩემი სახელით და ტელეკომპანიის სახელით. ეხლა ნემა მომეჩით დაგემშვიდობოთ, მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.